ვაშლის რულეტი, იცით როგორ მზადდება, მეგობრებო? გამომყევით და ერთად მოვამზადოთ. გეტყვით თავიდან, რომ წინ გელოდებათ იოლი რეცეპტი. დაგჭირდება 6 ცალი, მწვანე ვაშლი, მოვაშოროთ კანი და გავხეხოთ სახეხზე. გახეხილ ვაშლს ეხლა უნდა დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა, ნახევარი ფორთოხლის წვენი, გატარებული ნიგოზი 200 გრამი, 3 სუფრის kovzi შაქარი. მეტი გემოს და არომატისთვის შეგვიძლია დავუმატოთ ცოტა დარეჩინი. მიღებული მასა გადავიტანოთ გაზზე, დაბალ ცეცხლზე, კარგად მოვთუშოთ. ოღონდ ხშირად უნდა მოურიოთ, რომ არ მიეწვას შაქარი. ეხლა დავიწყოთ ცომის მომზადება. დაგჭირდება 4 ცალი კვერცხი, ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ. მოურიოთ კვერცხი და ნელ-ნელა დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი. ჭიქა არის 200 გრამიანი. რომ გათეთრდება მასა, დავუმატოთ 5 სუფრის kovzi ფქვილი და 1 სუფრის kovzi სახამებელი. ეხლა დავუმატოთ ნახევარი kovzi გამაფხვიარებელი და ვანილი გემოვნებით. დავიწყოთ რულეტის აწყობა. მეორე ეტაპზე გადავდივართ. ავიღოთ გამოსაცხობი ქაღალდი, პირველი ფენა წაუსვათ გამომცხვარი ვაშლი, ზევიდან დავაცხათ აი ეს ცომი, რაც ჩვენ ახლა მოვამზადეთ. გავანაწილოთ მეგობრებო თანაბრად და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი, სანამ ბისკვიტი არ გამოიცხობა. მერე სანამ ცხელია, უნდა გადავიტანოთ სხვა დაფაზე ან სინიზე, ზევიდან დავაფაროთ კიდევ ერთი გამოსაცხობ ქაღალდით. დავატრიალოთ ეხლა მეორე მხრიდან, რომ ცომი იყოს ქვევით, გამომცხვარი ვაშლის შიგთავსი ზევიდან იყოს. მოვაშოროთ ქაღალდი და შევახვიოთ. ნელ-ნელა მივიცეთ რულეტის ფორმა, როგორც მე ვაკეთებ ვიდეოში. ძალიან იოლი მოსამზადებელია, მაგრამ გამოდის უგემრიელესი, მეგობრებო, დამიჯერეთ. რომ გაცივდება, შეგრილდება, შეგვიძლია უკვე მოვაყაროთ ზევიდან ნიგოზი და აი ესე გამოიყურება ვაშლის რულეტი. მადლობა ყველას, რომ უყურეთ ბოლომდე. ეხლა გამოეწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო.